კაენ სად არის შენი ძმა? მოდი ამით დავიწყებ. ძალიან საინტერესო განმარტებას ამბობს ეფრემ ასური. როდესაც კაენმა და აბელმა მსხვერპლი შეწირა და კაენის მსხვერპლი რომ არ შეიწირა და აბელის მსხვერპლი შეიწირა ღმერთმა, ამას ხედავდნენ მისი მშობლები, დეები და კაენს ძალიან ეწყინა რომ შერცხვა კაცთა წინაშე და ძმას უთხრა წავიდეთო ველზე. მაშინ ადამიანები გორაკებზე ცხოვრობდნენ. და ველზე რო წავიდნენ, მოკლა კაენმა აბელი. და როცა სახლში დაბრუნდა, როგორც ეფრემ ასური ამბობს, იქ არაფერი არ წერია სახლში დაბრუნებულმა, თავისი და წაიყვანა და წავიდა. მაგრამ ღმერთი რატომ მივიდა და რატომ მოთხოვა პასუხი კაენს? აი ამაზე წითქვა ებადებათ მამებს და ეფრემ ასურის განმარტება მომეწონა ძალიან, რომ ეტყობა კაენმა თავისი მშობლები მოატყუაო. და ესე უთხრაო, თქვენ რო ხო ნახეთო მისი მსხვერპლი რო შეიწირაო ღმერთმა და ღმერთმა წაიყვანაო და დამალაო ის, რომ მან ის ძმა მოკლაო. და როცა ღმერთმა ნახაო, რომ არავინ იყო მომკითხველიო, ამიტომ მიდისო კაენთან და ეუბნებაო, რომ რატო მოკალი შენი ძმა? სად არის შენი ძმა? ეუბნება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ღმერთმა ჩვენ დაგვადგინა კაცობრიობა დაადგინა იმისთვის, რომ უსამართლობაზე თვითონ იმან, ვისაც ევალება სამართალი, მან უნდა მოთხოვოს პასუხი უსამართლობის ჩანდებს. და როცა ეს ასე არ ხდება, აი მაშინ უკვე იწყებს ღმერთი მოქმედებას და მერე ღმერთი მოთხოვს პასუხს იმას, ვინც ბოროტებას ჩადის. რაც შეეხება რატომ არ შეიწირა კაენის მსხვერპლი? არის სხვადასხვა განმარტებები, ზოგი ამბობს, რომ ეს მსხვერპლი არ იყო შერჩეული, კარგი, მაგრამ ვიცით ჩვენ, რომ ღმერთი არც ერთ მსხვერპლს თვითონ არ ღებულობს. მაშინ რატო არ შეიწირა? იმიტომ არ შეიწირა, რომ ღმერთმა იცოდა ის, რომ მისი ძმის მოკლა შეეძლო მას შეეძლო, მისი სული ისე იყო განწყობილი, რომ მას ძმის მოკლა შეეძლო და მის მსხვერპლს არ იწირავს, ასეთის მსხვერპლს არ იწირავს ღმერთი, რაც არ უნდა გააკეთოს. რაც არ უნდა დიდი საქმე გააკეთოს, არ იწირავს და მასთან არ არის ღმერთი. ესეც ერთ-ერთი ესეთი განმარტება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ადამსა და ხარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს ფილოსოფიური, თუმცა ეს არ არის სუფთად ფილოსოფიური, ეს არის მაშინდელი აღმოსავლური რელიგიაზე დაყრდნობით ნათქვამი, შეიცან თავი შენი. და ხშირად აი შეიცან თავი შენი და ადამსა და ხარ, ამას ამსგავსებენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის სწორი. აგიხსნით პირველ რიგში რას ნიშნავს, რა შინაარსი იდებოდა შეიცან თავი შენიში. ძველი რელიგიის მიმდევრები და დღესაც ბევრნი არიან ესეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანის სიკვდილის დროს ადამიანის სული გადიოდა საზვერეებს. მათი გაგებით, საზვერეებით, ჩვენი გაგებით თუ ცოდვისგან პასუხის მოთხოვნაა და ასე შემდეგ, მათი გაგებით ესე არ იყო, მათი გაგებით იყო, რომ საზვერეებზე სული ღებულობდა ცოდნას.
და ეს სული როცა ხელახლა დაიბადებოდა ამ ქვეყნად მას ცოდნა ჰქონდა საკუთარ თავში და როცა პლატონი თუ სოკრატე ამბობს რომ შეიცან თავის შენი ანუ სოკრატეს ესე მაგალითიც მოყავს ერთ-ერთ მონას ეძახის და ოთხკუთხედს ახაზინებს და მეორე უკვე სხვა ფიგურებს ვერ ხაზავს და ის ამბობს რომ აი ამას არ ქონია შეხება ამ იმასთან გეომეტრიულ ფიგურებთან მაგრამ მასში არის ეს ცოდნა მასში და შეიცან თავის შენი მაგათი გაგებით ნიშნავს რომ შენში არსებული ცოდნა შეიცნო და შენში არსებული ცოდნა მერე გამოიტანო გარეთ მაგრამ ეს ჩვენი გაგებით არასწორია იმიტომ რომ ადამიანში არ არის ცოდნა ადამიანში ქრისტიანული გაგებით ადამიანში არის ცოდნის შეძენის შეთვისების ნიჭი და როდესაც ჩვენი დედაენა იწყება აი ია ანუ გარეთ გადის, გარედან შემოდის ცოდნა, აი ეს არის ია, სამყაროს შემეცნება, ადამიანს უთხრა დაამუშავეო. დაამუშავე ნიშნავს შეიცანი და ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ შესაძლებელი გვაქვს გარედან ჩვენ გარედან უნდა შევიცნოთ, გარედან უნდა განვითარდეთ, ანუ გარედან უნდა შემოვიდეს ის რაც შიგნით ჩვენ განგვავითარებს. და ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას ადამ სად ხარ? აქ უკვე საინტერესოა რომ ღვთის სიტყვა გვეუბნება სად ხარ. ანუ ჩვენ უნდა გავარკვიოთ არა ჩვენი თავით, არამედ ღვთის სიტყვით. ღვთის მოწოდებით უნდა გავარკვიოთ ჩვენ სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ. აი როდესაც ადამს ღმერთი ეცხადება, ადამი უკვე იმალება. და იმიტომ იმალება ადამი რომ იცის რომ მან ცოდვა ჩაიდირა იცის რომ მას მოშორდა ღვთის სიტყვა და ამიტომ დავინახეო უფალო რომ შენ მოხვედიო და მეო შემეშინდა და დავიმალეო რაი ეს პასუხი ადამის იყო ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც იყო ადამი რადგან ის გაურბოდა უკვე ღმერთს გაურბოდა ღვთის შემეცნებას და მან იცოდა რომ უკვე ღვთის წინაშე იყო დამნაშავე. ამიტომ ამის განხილვა მრავალი გზით შეიძლება, მაგრამ ყველაზე თავარი დღევანდელ დღეს აქტუალური ის არის, რომ ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენი მშობლებისგან, ჩვენი ახლო ნათესავებისგან, მასწავლებლებისგან აი მათგან ვიღებთ ცოდნას და განათლებას. და მე ხშირად მithქვამს ქადაგებაშიც და ყველგან ვისაც შევხვდები ვეუბნები ერის წინსვლა თუ ვინმეს უნდა მას უნდა ყავდეს განათლებული მასწავლებელი მას უნდა ყავდეს ღვთისმიერი მასწავლებელი და მას უნდა ყავდეს სამართლიანი მოსამართლეები და მორწმუნე საზოგადოება. სამი რამ არის უმთავრესი, რაც უპავს ერს, ეს არის უსამართლო მოსამართლე, ანუ სამართალდამცველი, რომელიც არის უსამართლო, ეს არის ერის დაღუპვა. როცა მასწავლებელი განუსწავლელია, ესეც არის ერის დაღუპვა და როცა მღვდელი ურწმუნოა, ის ვინც ღვთისმსახური უნდა იყოს, ღმერთს რო არ ემსახურება. აი ეს სამი უპავს ქვეყანას და ამასთან ახლოს ვართ, მე მგონი. მესამე ჩვენი თემა იყო, მე კითხვებიც იქნება და მე გავშალოთ ეს თემები, მე მოკლედ გეტყვით. პეტრეს შესახებ გიყვარვარ თუ არაო, ეუბნება ქრისტე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რო გითხრათ ეხლა ეს რომ ფართოდ ამოხსნილია ეს მოვლენა სახარებაში არ იქნება მართალი, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი მოვლენა, უმძიმესიც, უდიდესიც, როცა პეტრემ თქვა არ ვიცნობ მაგ კაცს. დააკვირდით როგორი რაღაცა არის პეტრე არის ძველი აღთქმის ადამიანი
და ყველა ადამიანი, ვინცაც ქრისტე კარგად არ ესმის, ყველა ღმერთს ეძებს დიდებაში. რას ნიშნავს ეს? აი პეტრემ რო უთხრა შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა, ეს იმიტომ უთხრა რომ ხედავდა ღვთის ძალმოსილებას ქრისტეში. ძალმოსილება რასი იყო? ძალმოსილება იყო იმაში, რომ ლაზარეს უთხრა 4 დღის მკვდარს უკვე გახრწნილ ხორციელად გახრწნილ ლაზარეს უთხრა რომ გამოდიო და ის გამოვიდა გარეთ, შეყრული ლაზარე გამოვიდა გარეთ. ეს აოცრება, ეს უბრალოდ ჩვენ სახარებაში ვკითხულობდა თუ დავფიქრდებით ეს აოცრება ხდება, როგორ შეიძლება სიტყვა უთხრა და 4 დღის მკვდარი, რომელიც უკვე ხრწნა დაწყებული აქვს, გარეთ გამოვიდეს. სიტყვა თქვა მეტი არაფერი. და მიწაზე დააფურთხა, ტალახი შექმნა, თვალზე წაუსვა, წადი დაიბანეო, თვალი ჩაუდგა, თვალი აეხილა. მისი დაჭერა უნდოდა და გაიარა და გავიდა, ვერავინ ხელი ვერ ახლო. და ასე შემდეგ. ბევრი ხა ყველა სასწაულს ვერ მოყვები, იცით სახარება წაკიკითხია და აი ამ ხელა სასწაულებს რო ახდენდა ქრისტე, ზღვას უთხრა და გაჩერდა ზღვა. ქარს უთხრა გაჩერდიო და ქარი ჩადგა. ვინ არისო ეს კითხულობენ, საოცრებაა და აი როგორ შეიძლებოდა პეტრეს ამ ძალმოსილზე არ ეთქვა, რომ შენ ხარ ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ძე. მაგრამ მოდის და დგება მომენტი, როცა ქრისტე ეუბნება, თქვენ ყველანი ჩემში დაბრკოლდებით, ანუ შეგეშლებათ, ეჭვი შეგეპარებათ, დაბრკოლდებით, ნიშნავს ჩემში ეჭვი შეგეპარებათ, შენ რო თქვი მე ვინავა, აი იმაში ეჭვი შეგეპარებათ. და ეს ეჭვი რატო შეეპარა პეტრეს და სხვა მოციქულებს? აქ მარტო პეტრეზეა საუბარი, მაგრამ აი ყველას შეეპარა ეჭვი და ყველა დაბრკოლდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ადამიანები დიდებაში და ძალმოსილებაში ეძებენ ღმერთს. დღესაც თუ დაინახავთ მორწმუნე ხალხი აღმოჩნდა ამ ქვეყნიურად ძალმოსილი ხალხის გვერდით და დაჩაგრულების გვერდით კი არ აღმოჩნდნენ, არამედ ჩაგრულების გვერდით აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ დღესაც ბევრს გონია რომ ღმერთი ძალმოსილებთან, თუნდაც ამ ქვეყნიურ ძალმოსილების მქონე ადამიანებთან არის და ეს არის ტყუილი, ცდება ყველა. რადგან ქრისტიანობა არის უკვე აი ის ქრისტიანობა, როცა პეტრემ დაინახა ჯვარცმული, უფრო ჯვარცმად რომ მიყავდათ, რომ ცემდნენ, რომ ურთხამდნენ მაცხოვარს და მაცხოვარი ხმას არ გასცემდა. და არ ვიცნობო ამ კაცს, ანუ მე არ მინახიაო ესეთი უძლური. კი, მე ვთქვიო რომ შენ ხარო ღმერთის ძე, მაგრამ როგორ შეიძლება ღმერთი ესეთი უძლური იყოსო? როგორ შეიძლება პასუხი არ გაცესო? ლაზარე აღადგინა და თვითონ კვდებაო. დააკვირდით, რამხელა პრობლემა დადგა, რამხელა სიბნელეში აღმოჩნდა, გონებრივ სიბნელეში პეტრე, რომელიც უმტკიცებდა, მიყვარ ხარ მე. და უყვარდა, იმიტომ რომ ძლიერი იყო. მაგრამ როცა ჯვარს აცვეს, პეტრე შეშინებულია, იმიტომ რომ დაკარგა ყოველგვარი წარმოდგენა ღმერთზე, დაკარგა ქრისტეზე ყოველგვარი წარმოდგენა. სანამ ამღარი ქრისტე არ იხილა და სანამ არ იხილა, რომ ქრისტე მოკლეს, მაგრამ არ მომკვდარა. ამ ქვეყნიურად წააგო, მაგრამ არ წაუგია. იმიტომ რომ აი ჩვენ დააკვირდით, ხა წმინდა გიორგი ვინ არის? აი გიორგობა იყო. ხო და ვადიდებთ წმინდა გიორგის. ვინ არის წმინდა გიორგი? წმინდა გიორგი ის არის, ვინც მოკლეს. მაგრამ არ მომკვდარა, ჩვენ ვამბობ, ჩვენ არ გვინახია რომ წმინდა გიორგი არ მომკვდარა, მაგრამ ვიცით რომ არ მომკვდარა, წამს ჩვენ მას ვევედრებით, ის გვეწევ. წმინდა ბარბარე ვინ არის? ბარბარე არის ახალგაზრდა, რომელიც მამამ მოკლა. ბარბარესა და მამას შორის იყო პრობლემა. ანუ ეს არის პრობლემა უფროს და უმცროს თაობას შორის. და ბარბარემ ნათელი აირჩია, მამამ ვერ გაუგო და მოკლა თავისი შვილი. ამიტომ ქრისტიანობა არ არის ძალმოსილების მხარედგომა.
ჭეშმარიტებას, როცა ქრისტეს ეკითხებიან, გამოყვებიო ქრისტე ეუბნება მელიასო სოროაქო ჩიტეებსო ბუდეებიო და მესიას, ანუ კაცის ძეს, მესიას არა აქვს ადგილიო, სადაც თავი მიიდრიკოსო. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქრისტემ ტაძრიდან გაყარა ვაჭრები, ქრისტეს ეუბნებიან ფარისევლები, სადუკევლები, წიგნობრები, ამას რა უფლებით აკეთებო. ეს უფლება რას ნიშნავს? ისიც რომ ვინ მოგცა ამის ძალა უფლება, ნიშნავს რომ აი მაგალითად მთავარსარდალს აქვს თავისი ძალა უფლება. მთავარს აქვს თავისი ძალა უფლება მიცემული მიწიერად, ვინც ხელი დაასხა, იმან მისცა ის ძალა უფლება, რომ მან ეს განაგოს. პოლიციელს აქვს თავის ძალა უფლება, პრემიერს აქვს თავის ძალა უფლება და ქრისტეს არც ერთი მიწიერი ძალა უფლება არ ქონდა. არ მიუღია არაფერი. ამიტომ ქვია მღვდელ მელქისედეკის წესით, მელქისედეკის საიდან მოვიდა და სად წავიდა არავინ არ იცოდა, რომელსაც აბრაამმა შეწირა მსხვერპლი. ამიტომ ქრისტეს ეს ძალაუფლება კაცობრიობისგან არ მიუღია და ეს იმას ნიშნავს, რომ თავშესაფარი არ ქონდა ძალაუფლებაში. ანუ ჩვენ ყველანი რაღაცა ძალაუფლებით ვართ დაფარულები, რაღაცა გვიფარავს, რაღაცა თანამდებობა რო გვაქვს, არ შეიძლება შეურაცხყოფის მიღება მღვდელი რო ვარ, არ შეიძლება ხალხს აქვს ისეთი ისა რომ ახლა მღვდელი ვარ და ცუდადაც რო ვიქცეოდე, რაღაცა მგლობა მაინც მიფარავს და ისე არ გამისტორდებია როგორც ჩვეულებრივ ერისკაც, თუმცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ. ხო და ქრისტემ არ ამახო თავი ჭეშმარიტებას არ აქვს, სიმართლეს არ აქვს სადმე თავი რო შეაფაროს. არა არც ძალაუფლების არც ერთ ძალაუფლებაში არ აფარებს თავს. ჭეშმარიტება არის შიშველი ამ ქვეყნიური ძალაუფლებისგან, ის არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. სიმართლეშია ძალაუფლება და ამიტომ ქრისტე თვითონ ამბობს, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. და აი ამ ჭეშმარიტებას არ ჭირდება ძალაუფლება, არ ჭირდება მას არავითარი მიწიერი დიდებები. და აი ეს არ იცოდა პეტრემ და როცა აღსდგა ქრისტე აღდგარ პეტრეს ეუბნება გიყვარ მე, ანუ გიყვარ ვარო და როცა პეტრე პასუხობს, იცი თქვენ რასაც პასუხობს, შენიცი უფალო და ასე შემდეგ, ყოველ პასუხზე უფალი ეუბნება დამწყსე ცხოვარი ჩემი. აი ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი. ვისაც ღმერთი უყვარს, მას უნდა უყვარდეს ადამიანი. ჩემი ვისაც მე ვწამვარ, ჩემი ხალხი დამწყსეო, ჩემ ხალხს მოუარეო, ჩემი სიყვარული ხალხის სიყვარულში გამოხატეო, აი ეს უთხრა, ეს დააბარა. გიყვარდესო ისინიო, იზრუნეო მათზე. და აი მაშინ გიყვარებიო მე. ეს არის უდიდესი სწავლება, რომელიც დაუბარა ბოლოს ყველა ეკლესიას, ყველა ღვთისმსახურს, ყველას რომ გიყვარდეს ის, გიყვარდეს და გიყვარდეს ყველა, ვინც სიმართლის გზაზეა და ვინც სიმართლისთვის თუნდაც ვისაც ცემენ ან მოსდევენ ან სხვა რაღაცა. ქრისტემ თქვა რომ ჩემი ტახტიო ჭეშმარიტებაზე დგასო. ანუ ფსალმუნებშია დავით მეფე ამბობს უფალო შენი ტახტიო ჭეშმარიტებაზე დგასო და ეს ნიშნავს იმას რომ თუ გინდა სად არის უფალი ნახო, აუცილებლად სიმართლეს უნდა მისდევდე. აუცილებლად სიმართლე უნდა შეიყვარო. და სიმართლე თუ არ იტყუები საკუთარ თავში, ის სიმართლე რაც სიმართლე გონია, სიმართლეც რომ არ იყოს, აი მაშინ შეიძლება მაინც მიაღწიო იმ სიმართლეს, იმიტომ რომ შენ სიმართლეს ეძებ და მიაღწევ იმ სიმართლეს, რომელიც არის ნამდვილი და ჭეშმარიტი. ამიტომ გიყვარდეს ერთმანეთის სიყვარულშია ქრისტეს მსახურება. სხვანაირად შეუძლებელია ჩვენ რომ ქრისტეს ვმსახუროთ. ღმერთი გვიყვარდეს, თუ ჩვენ არ ვართ სიმართლის მხარეს.